წელს ცოტა ბევრი ხალხი ვერ მოვიდა, ალბათ იქიდან გამომდინარე რომ შაშან ბევრს გაუჭირდა აქ ამოსვლა, თუნდაც ჯიპებს. აი ეს ხიდი მაინც რო გაკეთეს, რომ წყალზე გადმოვიდეს და შეძლოს ყველამ. რა თქმა უნდა, დიდი პრობლემა არის ყველასთვის. რა თქმა უნდა, ესეთი მონასტერი ხალხმა არ იცის საერთოდ პიტარეთი. არდა ძვირფას მონასტერია. ხალხი უნდა მოვიდეს, ნახოს ეს ადგილი. თავისი სიწმინდე არის, თავისი ძეგლია, რა ყველანაირად შეხედო, ყველანაირად დიდებულია. ძალიან ბევრი ხალხი ამოდის, მაგრამ არ ვიცით ისე. მანქანით ვეღარ მოდიან. 5-6 მცდელობა იყო ხოლმე და მას შემდეგ რაც პიტარეთობის დღესასწაულის აღნიშნვის ტრადიცია აღდგა მეუფე ეფრემის მიერ, პრაქტიკულად ყოველწლიურად მეგობრებთან ერთად აქ ვარ. ერთხელ თუ ნახავ პიტარეთს, მე ვერასდროს ვეღარ მოწყდები აქაურობას. ალბათ მსურველი ყველა შემთხვევაში შეძლებს აქ მოსვლას, თუმცა უკეთესი იქნება ხიდი იყოს და ადამიანები მით უფრო ის ხალხი, ვისაც უჭირს ასეთ გზაზე სიარული, ფიზიკურად უჭირს, უფრო მშვიდად და უფრო თავისუფლად ახერხებდნენ დღესასწაულზე მაინც ამოსვლას. ყოველი წლის 4 დეკემბერს ჩვენ სწორედ ვიკრიბებით აი ამ საოცარ ადგილას, ამ მართლაც კულტურის ერთ-ერთ საგანძურში, ჩვენი სულიერების ერთ-ერთ საგანძურში, ამ საოცარ მონასტერში და მამებთან ერთად, მრევლთან ერთად ავნიშნავთ აი ამ დღესასწაულს ღირს, თუნდაც აი ამ გზის გამოვლა, ასეთი რთული გზის გამოვლა, იმისათვის რომ აქ ერთად ვადიდოთ უფალი, მადლობა შევწიროთ ყოვლა წმინდა ღვთისმშობელს და საკუთარი თვალით ვიხილოთ ეს ჩვენი ქართული სულიერებისა და კულტურის უდიდესი საგანძური და მონაპოვარი პიტარეთის მამათა მონასტერი. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ, pravos და ესწრით.